მე ვარ დაჩა ჯონზი 12 წლის. სწავლობ მე-7 საჯარო სკოლაში. ჩემი საყვარელი საქმიანობა არის ფეხბურთის თამაში. ერთი წელია ვთამაშობ ვესტჯორჯიაში. ადრე ვთამაშობდი ბათუმში და მერე გადამოვედი ვესტჯორჯიაში. აქ დამხვდა უკეთესი გარემო და უკეთესი მწვრთნელები. მე მყავს ორი მწვრთნელი, ვაკო თევდორაძე და ბაჩი მიქელაძე. ორივე მხიარული და მეგობრულია. ოღონდ ბაჩი მასწავლებელი ცოტათი უფრო მომთხოვნია. მე ვთამაშობ მარცხენა თავდამსხმელის პოზიციაზე. მოედანზე ჩემი მთავარი მოვალეობაა გოლის გატანა. ჩემს კარიერაში გატანილი მაქვს 45 გოლი. ერთი გოლი გამომივიდა ყველაზე ლამაზი. ვიდექის ცენტრში მომწეს პასი და ძლიერი დარტყმით გავიტანე გოლი. მე კარგად გადახდა, მაგრამ ისე კარგად დავარტყი, რომ ვერ აიღო. ჩემი საუკეთესო საფეხბურთო თვისება ზუსტი პასი. გამოსასწორებელი მაქვს ისწრაფი. ჩემი საყვარელი ფეხბურთელი არის რონალდო და საყვარელი გუნდია რეალ მადრიდი. საქართველოს ნაკრებში სიამოვნებით ვითამაშებდი 7 ნომრით. 8 წლის რო გავხდი, მაშინ გადავწყვიტე გამხდარიყავი პროფესიონალი ფეხბურთელი. ჩემი საფეხბურთო კარიერა ასეთი წარმომიდგენია. თამაში დავიწყებ დინამო ბათუმში, მერე გადავალ PSG-ში და შემდეგ რეალში. მე ვაპირებ ფეხბურთი ვითამაშო 25 წლამდე. კარიერის დასრულების შემდეგ დიდი ალბათობით გავხდები მწვრთნელი. ბავშვობაში მინდოდა გამოსულიყავი სპაიდერმენი. ჩემი სკოლა იმიტომ მიყვარს, რომ კარგი კლასელები ვიყავს, კარგი მასწავლებლები და კარგი რემონტია. ჩემს კლასში ყველაზე მხიარულია თომა იაკობაძე. ყველაზე ჭკვიანია დიმიტრი ცქიფურიშვილი. ყველაზე მშვიდია ელენა სულმანიძე. ყველაზე ბედნიერი მგონია მარიამ ბენიძე. მე ვარ ყველაზე მეგობრული და სიმპათიური. შეყვარებული არ ვყავს, იმიტომ რომ არ მინდა რომ კარიერაში ხელი შემიშალოს. ცოლს რომ მოვიყარ ნიქები 20 წლის. შვილებს დავარქმევ ბექას და ნიას. ჩემი საყვარელი საგანია მათემატიკა. საყვარელი მასწავლებელია სპორტის მასწავლებელი. ახალი მასწავლებელია და ვერ მიახსენებ ახალი მასწავლებელის სახელი. ის არის მხიარული, კეთილი, მეგობრული, ჩვენთან ერთად თამაშობს და გვამხიარულებს. ახლა მინდა ვიყო 17 წლის, იმიტომ რომ მინდა მალე დავიწყო ფეხბურთის კარიერა. ოჯახში ვცხოვრობ მე, დედა, მამა და და. მინდა ვყავდეს ერთი ძმა და ერთი და. ჩემი და არის 15 წლის და ქვია მარიამ. ის არის ლამაზი პრანჭია, კეთილი, მეგობრული და ნერვების მომშლელი. ნერვებს მიშლის, როცა ჩემი ვითევსეხებს დაუკითხავად. ჩემი აზრით მარიამი რო გაიზრდება, გამოვა მასწავლებელი. მამიკო არის სიმპათიური, მხიარული, კეთილი, უყვარს კეიფი და მეგობრული. შარშან ახალ წელს მამიკოსთან ერთად დავლიე და დავთვლი. ჩემი აზრით კარგად შევირგე, ცოტა ვიარე და მერე დავიძინე. დედიკო არის ლამაზი, თბილი, მზრუნველი, კარგი დიასახლისი და საყვარელი. ძალიან მიყვარს დედიკოს გაკეთებული ხაჭაპური. ჩემი ცოლი ყველაზე გემრიელად გამოაცხოს პიცას. მიყვარს ფილმების ყურება და ჩემი საყვარელი ფილმია ჰარი პოტერი. დიდი სიამოვნების ვიქნებოდი ჰარი პოტერი. ჯადოსნური ჯოხი რომ მქონდეს, დავეხმარებოდი ყველა გაჭირებულ ადამიანს. წინა მონაწილემ დავიტოვა ასეთი შეკითხვა. ვინ არის ყველაზე ცნობილი ადამიანი? ჩემი აზრით ყველაზე ცნობილი ადამიანია ლიონელ მესი. შემდეგ მონაწილეს ვუტოვებ ასეთ შეკითხვას. რა არის მისი ოცნების საჩუქარი? მაგალითად, ჩემი ოცნების საჩუქარია ნამდვილი მანქანა. 18 წლის რო გავხდები, ვიყიდი შავ BMW-ს. მე მგონი ამ მანქანით მოვიყვან ცოლს. ბედნიერება არის ფეხბურთის თამაში, მეგობრებთან ერთად გართობა და კარგი ოჯახი. მე ვარ ბედნიერი ადამიანი.